გადაკეთება, რომელიც ხშირად ხდება. Რამოდენიმე კონკრეტული მექანიზმი შევთავაზეთ ჩვენ პოლიტიკურ პარტნიორებსაც, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეს არის ბიომეტრიული ფოტოს შემოღება წინასწარი რეგისტრაციის დროს, ნაკვები ბეჭდებზე შემთხვევით წესით დასმული ნაკვეთურები, რაც საშუალებას გვაძლევს ბეჭდებით მანიპულირება გამოვრიცხოთ და დამატებითი ოქმები საარჩევნო უბნების დახურვისას, როდესაც არჩევნები თავდება უკვე, რათა არ მოხდეს ამომრჩეველთა რაოდენობით მანიპულირება, მას შემდეგ უკვე რაც ყუთები გაიხსნება და დაიწყება დათვლა ბიულეტენების. წინადადებები, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ, ნამდვილად იქნება ეფექტური. თქვენ იცით, რომ ფორუმი არ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ფორუმი იბრძოლებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, რათა ჩვენი დაუმორჩილებლობის პოლიტიკის წყალობით მივიდეთ არჩევნებამდე. ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას არ ვღებულობთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა იდეალური გარემო იყოს, სულ ერთია ხელისუფლება მაინც გააყალბებს. ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ, მაგრამ ჩვენი კოლეგები ხომ მონაწილეობენ არჩევნებში. ჩვენ მათი გულშემატკივრები ვართ და მათი დამხმარეები ვართ ამ არჩევნების დროს. ამიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ გვჯერა რომ მაინც გიგი უგულავა გახდება მერი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიგი უგულავა მერად არ გახდეს. საარჩევნო კოდექსების პროექტები ადრეც მომზადებულა, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის გადამუშავებული კიდე ერთი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა ამ ადრე გამოთქმულ მოსაზრებებს. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საპროტესტო აქციების და ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე ასეთი ტიპის ცვლილებების განხორციელება დღევანდელ პირობებში, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში არის განუხორციელებელი.